რომელიც დღეს მონაწილეობდა აქციაში. ლიკა, გამარჯობა, იქნებ გითხრათ თქვენ პირადად რატომ მიხვედით დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან? ესე იგი, იმიტომ მივედი, რომ ვიწევს ბოლო დროს ზოგადად ხშირ-ხშირად აქციებზე სიარული, რაც არის ერთის მხრივ დამღლელი, მაგრამ მეორის მხრივ ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი. თუ გვინდა ვიყოთ რეალურად მოაზროვნე, აქტიური, ენერგიული და რა ვიცი, ძალიან ისეთი პასუხისგებლიანი საზოგადოება, ჩვენ ყველამ უნდა ქონდეს რეაქცია მსგავსი ტიპის ქმედებებზე, რასაც ახლა აქვს ადგილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. კერძოდ საუბარი არის ამ ორი გადაცემის დახურვაზე. სულ მცირედ რომ დავანებოთ თავი იმას, რომ არ ვიცით რა ბედიელის რეალურ სივრცეს და რა ბედიელის გადაცემას ვექტორი. მე მგონი ვექტორის ბედი გადაწყვეტილია. რეალური სივრცე კი ჩემი ინფორმაციით, როგორც ვნახეთ, გადავიდა შემდეგ ტურში. ანუ შესაძლოა ის დარჩეს ბადეში, მაგრამ ვექტორი იხურება. საბოლოო შედეგი, ეხლა ველაპარაკე პროდიუსერს დიანა და ჯერჯერობით მგონი იქით ოთხშაბათს უნდა გაირკვეს საბოლოოდ მომავალი ამ გადაცემის ამ არხზე და გულშემატკივროთ რასაკვირველია. მაგრამ რაც შეეხება სალომე ასათიანის და გოგის გადაცემების დახურვას, უბრალოდ აღმაშფოთებელია და არ მესმის საერთოდ რაში წერია და რად უნდათ იმ გადაცემების დახურვა, რომელიც აქვს ერთობლივად წარმოდგენილი რადიო თავისუფლებასთან ამ არხს და ვიცით ყველამ კარგად, რომ რადიო თავისუფლებას აფინანსებს ამერიკის მთავრობა. სულ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ამ გადაცემების ხარისხს, მნიშვნელობას ზოგადად საზოგადოებისთვის იმ მხრივ, რომ ეხმარება ეს გადაცემები ჩვენს თანამოქალაქეებს კრიტიკულ აზროვნებაში, უხსნის ახალ სივრცეებს, აწვდის სხვა ინფორმაციას დასავლური ღირებულებების შესახებ და იქაური კულტურული ტრადიციების თუ აი უამრავი სოციალური უამრავი თემატიკა იხილება გოგის გადაცემებში. სალომეს რაც შეეხება უმწვავესი ინტერვიუები, რომელიც დაждები და მათთან ერთად ფიქრობს ადამიანი რესპონდენტთან და სალომესთან ერთად დაუშვათ, რომ გაქვს საშუალება, რომ მიყვე აი ამ პროცესს, ამ მწვავე, ინტენსიური ინტერვიუ პროცესში შენც იყო ჩართული. ლიკა, ამასაც გვაქვს თქვენთვის ხელმძღვანელობის არგუმენტი, ანუ არის ზიარებთ არეთანხმებით და ფიქრობთ, რომ რაღაც თითიდან გამოწოვილი არგუმენტია ხელმძღვანელობის, რომელიც ამბობს, რომ მათი პროდუქცია უნდათ და არა, ასე ვთქვათ, გარედან შემოტანილი პროდუქტი. დიანა, მაჩვენე 3-4 მაგარი ჟურნალისტი, რომელიც ახლა ყავთ, ან სამომავლოდ შეიძლება ჰიპოთეტურად ყავდეთ ამ ტელევიზიაში, ვის იცნობ ისეც, რომელსაც შეუძლია სალომეს დონეზე წაიყვანოს ინტერვიუ. წვავეთ საინტერესოდ რამდენი განათლებული, უზომოდ განათლებული და ნიჭიერი ჟურნალისტი გეგულება შენ დღეს მითხარი აი ამ დონის განათლების ადამიანი, თუნდაც აი ამ არხზე, თუნდაც ზოგადად მედიას ტელესივრცეში. გეთანხმები. გინდა, უნდა შეინარჩუნო ეს გადაცემები და თუ გინდა რომ ჩამოგორდე რაღაცა დონიდან, რომელზეც დღეს ხარ, აბა თუ კარგად. აი ეს უნდა გააკეთო, დახურო და რაც მთავარია, წინა საარჩევნო პერიოდში ჩვენ არ გვექნება ეს გადაცემები. ყველაფერს რომ თავი დავდეს, რამდენიმე რაღაცა ამერიკის მთავრობის დაფინანსებული რადიო მაუწყებლობასთან ერთობლივ გადაცემას ხურავ, თან წვეთ კონტრაქტ, თვითონაც არაფერი არ ყოფილა. მე მახსოვს მარინა ბაშაყვაძე მეუნებოდა, რომ გვაქვს მტკიცე ისეთი სოლიდური კონტრაქტი, რომელიც საერთოდ არ მესმის რანაირად შეიძლება იმის გაწყვეტა. მარინა ბაშაყვაძე ქართული ბიუროს არ ვიცი რა გველის მომავალში. დიახ, თავი რედაქტორი. არ მესმის. გისმენთ ლიკა? არა, თქვენ გისმენთ. ხო და არაფერი იმის თქმა მინდა, რომ საგანგაშო მდგომარეობა ჩემი აზრით და ვერ გავჩერდი სამსახურში და რა არის ეს საერთოდ მოსვენება აღარ არის რეალურად ახლა ბოლო დროს და არ ვიცი რომელეთ აქციაზე უნდა გავიქცეთ და რომელი ერთი ამბავი უნდა გავაპროტესტოთ. ძალიან ცუდია და წესით არ უნდა დაუშვათ ჩვენ ეს საზოგადოებამ, რომ სალომეს და გოგის გადაცემები დახურო და მომავალში კიდევ უცნობია რა ელის აი რომელიც უკვე ვილაპარაკე იმ გადაცემებს კიდევ რა ელის ისიც არ ვიცი და კაფეო პროდასავლური გადაცემა, რომელიც მოგვითხროს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პრაქტიკულ სარგებელზე და მთლიანად ამ პროცესზე გიხსნის, რას მოუტანს ეს ქვეყანას.
აი ისიც ის არის კითხვის ნიშნის ქვეშ არის. დიდი მადლობა ლიკა. აი ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნების რჩება. ძალიან დიდი მადლობა. კურსთან მიმართებაში სულ ყველაფერს რო თავი დავაწყო. დიდი მადლობა ლიკა ბასილაია შავგულიძეს, რომელიც აქციიდან გვერდთვებოდა. ჩვენ ახლა ჩავთავთ კიდევ ერთ მონაწილეს და ორგანიზატორს ლაშა მესხს, რომელმაც ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩააბარა, ვთქვათ, შესაბამისი განცხადება და რა განცხადებაა ეს და რას ითხოვენ ისინი, ამას გავარკვევთ მისგან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართა. მე დასაწყისში წაგიკითხეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიმართავენ მაუწყებელს და ისინი ეხმიანებიან ინტერვიუსა და წითელი ზონის, ასე ვთქვათ, იმ გადაწყვეტილებას, რომ ეს ორი გადაცემა აღარ გავა მაუწყებლის ეთერში. ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ რადიო თავისუფლების გადაცემების დახურვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან ხელისუფლების მწვავე კრიტიკის გაქრობის ინტერესს შეიძლება უკავშირდებოდეს და აჩენს ეჭვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან აღნიშნული გადაცემების დახურვის პოლიტიკურ დაინტერესებულობასთან დაკავშირებით. ჩვენ შევეცდებით მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობას დაუკავშირდეთ და მათი პოზიციაც შემოგთავაზოთ. ჩვენ კი ახლა გავესაუბრებით ლაშა მესხს, რომელიც აქციაზე იმყოფება, ის ერთ-ერთი ორგანიზატორია და ცოტა ხნის წინ განცხადება შეიტანა მაუწყებლის ადმინისტრაციაში. ლაშა, თუ გესმით ჩვენი ხმა, იქნებ მოგვიყვეთ თქვენი განცხადების შინაარსი, რა წერია ამ განცხადებაში, რომელიც ჩააბარეთ მაუწყებელს. დიახ, ხალბატონდიანო, მადლობას მოგახსენებთ თემის დაინტერესებისთვის. დღეს რეალურად ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე ექმნება არა მხოლოდ ერთ გადაცემას საზოგადოებრივ მაუწყებელში, არამედ რამდენიმე გადაცემას და ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. სწორედ ამიტომ საზოგადოების წევრები დღეს სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, სხვადასხვა მოძრაობებიდან, პროფკავშირებიდან, პოლიტიკური პარტიებიდან მოვიდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, როგორც მაყურებლები და მათი ხელმოწერილი დოკუმენტი მე შევიტანე რამდენიმე წუთის წინ მაუწყებლის კანცელარიაში, რომ ჩვენ ვთხოვთ ბორდს შედგეს უახლოეს 5 დღეში შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან და ჩვენ მივიღოთ კონკრეტული პასუხები საზოგადოებაში არსებულ ლეგიტიმურ შეკითხვებზე და პირველი და მთავარი შეკითხვა არის თუ რატომ დგას დღის წესრიგში თემა რო საზოგადოებრივ მაუწყებელს და მის იდეას დაემუქროს საფრთხე. ანუ თქვენ ითხოვთ პასუხს, რომ მაუწყებელმა პასუხი გასცეს თქვენს განცხადებას თუ უბრალოდ თქვენი მოთხოვნები და თქვენი პოზიცია ასეთი ფორმით გინდათ, რომ მათ თქოთ გაიგონ და წაიკითხონ. დიახ, ჩვენ გვინდა რომ მოვისმინოთ მენეჯმენტის სტრატეგია, მოვისმინოთ მენეჯმენტის შეფასება, პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებაში არის დაგროვილი. ეს ადამიანები ამაში იხდიან, ამაში ვუხდით ჩვენ ამ ადამიანებს ხელფას. ეს არის საზოგადოების მიერ დაფინანსებული, ინვესტირებული ორგანიზაცია და ეს ადამიანები, ეს მენეჯერები ვალდებული არიან და პასუხისმგებელი არიან საზოგადოებასთან. იმიტომ რომ ეს ტელევიზია არის ხალხის ტელევიზია და ეს ტელევიზია არ არის არც ერთი პოლიტიკური ელიტის. არ უნდა იყოს. ეს უნდა იყოს ხალხის ტელევიზია. გასაგებია, უბრალოდ ხალხი ხომ არ მართავს, მათ კონკრეტული შესაბამისი წესით არჩეული მენეჯერები მართავენ და ისინი იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. აქცია არ იყო, ვთქვათ, ხალხმრავალი, ცოტა ადამიანი იყავით, თუმცა ჩვენ წავიკითხეთ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვაც, ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება ხელმძღვანელობის და სამეურვეო საბჭოს პოზიცია ამ მიმართვასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიმართვა და პროტესტი არსებობს სწორედ რადიო თავისუფლებასთან გაწყვეტილ კონტრაქტთან დაკავშირებით. დიდი მადლობა ლაშას, მე მას დავემშვიდობები, ჩვენ საუბრობდით მაუწყებელთან მიმდინარე. ძალიან მოკლედ ვიტყვი. ისმენ. ძალიან მოკლედ ვიტყვი, შეიძლება? ხალხის რაოდენობა ამ ეტაპზე აქ 100 კაცამდე იყო 41 ხელმოწერა, ალბათ სიმბოლური 41 ხელმოწერა არსებობს ამ დოკუმენტზე და ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ გააცნობიეროს ის რომ ეს ტელევიზია არის მათი და არა ვიღაცის მიერ დანიშნული მენეჯერების.
ეს ტელევიზია არის საზოგადოების და შესაბამისად უნდა ამართლებდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსს და იდეას. ჩვენ ამიტომ მოვედით აქ და თუ საჭიროა ორჯერ და სამჯერ მეტიც მოვალთ. იქედან გამომდინარე, რომ ეს პროტესტი დაცლილია ყოველგვარი პოლიტიკური თუ სხვა მიზნებისგან. ეს პროტესტი არის საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაცავად და დიახ, ეს მაუწყებელი ჩვენია და ჩვენ ამ მაუწყებელს არ დავთმობთ. დიდი მადლობა ლაშას, რომელიც გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და ჩვენი გადაცემის შემდეგი თემა. რაზე თანხმდებიან ვენეციაში პარლამენტის ხელმძღვანელობა, თავმჯდომარე პარლამენტის ვიცე-სპიკერი და რა შეთანხმება არსებობს უმრავლესობაში? დავით მათიკაშვილი, ქართული ოცნების წევრი არის ჩვენი სტუმარი. ბატონ დავით,